მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. Როგორც ვიცით, ჩვენ უკვე გადავდივართ, ასე ვთქვათ, Zoom შეხვედრებზე, რადგან Telegram-მა ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და ჩვენ კი გვინდა რომ ვიმუშაოთ და ეს ნამდვილად ძალიან ხელშემშლელი ფაქტორია. მე თქვენგან ბევრისგან უფრო სწორედ, უმრავლესობისგან მომივიდა წერილები, სადაც თქვენ მთხოვთ, რომ არ გადავიდე Zoom-ზე, იმიტომ რომ არ იცით როგორ იმუშაოთ Zoom-თან. არაფერი რთული ამაში არ არის. მე მესმის თქვენი განცდა, გეშინიათ რომ დავუშვათ ვერ მოახერხებთ დასწრებას პრეზენტაციებზე, მაგრამ ნელა-ნელა ყველაფერს მივაჩვევით. გვახსოვს ყველას რომ Telegram-შიც ასე გიჭირდათ და ფაქტურად გვიწევდა იქ რაღაცა სკრინების ჩაგდება, რომ joins დააწვეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Telegram-იც უცხო იყო თქვენთვის, მაგრამ ვიდეო რგოლების მეშვეობით და რაღაც საშუალებების მეშვეობით და სკრინების მეშვეობით თქვენ ამ ყველაფერს გაართვით თავი. ახლაც დარწმუნებული ვარ, თავიდან შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც გაართმევთ თავს. ეხლა უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ უნდა გადმოიწეროთ Zoom-ი, ჩემო ძვირფასებო. და არაფერი პრობლემა არ არის, ყველაფერი მოგვარებადი იქნება. უბრალოდ მიყევით ამ ინსტრუქციას, რასაც გეტყვით და გიჩვენებთ. ეხლა ცოტა პრობლემატური იქნება ჩემთან ყველაფრის ჩვენება, იმიტომ რომ მე უკვე გადმოტვირთული მაქვს Zoom-ი და უბრალოდ პატარა ნაბიჯებს გიჩვენებთ, რითაც თქვენ თვითონაც მიხვდებით, მე რა უნდა გააკეთოთ. ეხლა პირველ რიგში ჩვენ უნდა დავაინსტალიროთ Zoom-ი, გადმოვიტვირთოთ აი აქედან, Play Store-დან. კი ბატონო. ეხლა ვაწვევით Play Store-ს. და ჩემ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, მიჩვენებს გახსნას. თქვენ შემთხვევაში აქ იქნება დაწერილი ინსტალირება, ანუ უნდა გადმოტვირთოთ Zoom-ი, ხო? დააწვევით ამ ლურჯს, ყველა ვარიანტში ლურჯად იქნება აქ, დააწვევით და აუცილებლად მოგცემთ შესაძლებლობას ის იტრიალებს, აი აქ მრგვალად იტრიალებს, მე დაინსტალირდება და აქ ასევე როგორც ჩემთან არის, მოგცემთ შესაძლებლობას გახსნის. როდესაც უკვე გახსნით, აი გავხსენი. ჩვეულებრივად აქ მოგეცემათ შესაძლებლობა შედით კონფერენციაზე. დააწვევით ამას შესვლა კონფერენციაზე. აქ თუ მაინც და მაინც ასეთი სახით მოგიწევთ შესვლა, აქ გაჩვენებთ თქვენ ID ნომერს, ხო? ID-ის ნომერი იქნება მითითებული ლინკზე და ამ ID-ის ნომერს შეიყვანთ აქ. შემდეგ, როდესაც შეიყვანთ ID-ის ნომერს, მაგალითად დავუშვათ აი ეს ID-ის ნომერი შევიყვანოთ, ხო, აქ რაც არის მითითებული 827 1550, ესე იგი 827 1550 990. რვაორი 7 15 50 990. ხო, დავუშვათ შევიყვანეთ, ხო? შემდეგ აწვევით აი აქ შესვლას. დავაწექით შესვლას. აი აქ გვაძლევს პაროლი შეყვანას, უყურეთ? და შევიყვანოთ პაროლი. აი აქ. აქ შევიყვანოთ მაგალითად პაროლს, როგორც არის მითითებული პაროლი. ჩემი პაროლი ახლა რითაც უნდა შემოხვიდეთ არის ნანა ლომი. კარგად დაუკვირდით ასოებს, იმიტომ რომ არ ჩანს. ანუ ხილული არ არის და აუცილებლად უნდა დაბლა შეხედოთ, რას აწვევით ზუსტად. ნა ლომი. всё, შევიყვანეთ პაროლი და შემდეგ აწვევით OK-ს. აი აქ. OK. დასრულებულია ყველაფერი და მე შემდეგ დაელოდებით, როდესაც შემოხვალთ უკვე ოთახში და მე გაგიღებთ კარებს. ეს არის და ეს მთელი ცერემონიალი, რაზეც თქვენ ასე განიცდიდით და ნერვიულობდით. მე მგონი რთული არაფერია თუ ამ მეთოდით შემოხვალთ. აი უყურეთ, მაღლა უკვე ნაჩვენებია
ტრიალებს რგოლი. ყურეთ, ტრიალებს რგოლი, სადაც უკვე თქვენ დაელოდებით, რომ მე გაგიღოთ კარები და შემოგიშვათ. იმიტომ რომ მე დავინახავ ჩემ ოთახში, რომ თქვენ დააკაკუნეთ. სულ ეს არის და მეტი არაფერი. მე შემიძლია პაროლის გარეშეც, მაგრამ არ მინდა პაროლის გარეშე, ამიტომ მინდა რომ პაროლით შემოხვიდეთ. მაგრამ ეს მეორე ვარიანტია, თუ შეხვალთ თქვენ Zoom-ში, მაგრამ თუ თქვენ Zoom-ში არ შეხვედით, მაგალითად, ხო? გამოვიდეთ ახლა აქედან. აი, არ შეხვედით Zoom-ში და უბრალოდ აი აქ არის ლინკი მითითებული, ხო? რითაც უნდა შემოხვიდეთ სიტყვაზე. აი, აქ არის ლინკი, ხო? აი ლინკი. ამ ლინკს დააწვევით ჩვეულებრივად, ან დაბლა დააწვევით უკაცრავად. აი დააწვევით დაბლა. ჩვეულებრივად, ხო? აი აქ დააწვევით და დაიმახსოვრეთ, აი აქ მითითებულია ყველაფერი, შეხედეთ? აი, მითითებულია პაროლი, დააკვირდით? აი, მითითებულია პაროლი. მითითებულია ID-ის ნომერი და მითითებულია ლინკი. აი, აქედანაც შეგიძლიათ დააწვეთ და ჩვეულებრივად გადაგიყვანთ იქ, სადაც წეღან აღმოჩნდით და იქ უნდა შეიყვანოთ უბრალოდ პაროლი. მეტი აღარაფერი, ხო? აი, ასეთი სახითაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვეულებრივად. მე მგონი რთული არ არის. სულ ეს არის, რაც არის. და ამის მიხედვით შეეცადეთ შემოხვიდეთ ჩვენთან, დაესწროთ შეხვედრას და მიიღოთ ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი იყოს წარმატებული. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას, სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს. თქვენთან ერთად იყო ნანა ლომიძე. კარგად ჯანდებოდეთ.